დამოუკიდებელი მედია ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს. ფერმერის დღიური. საქართველოში მეხილეობა ოდითგანვე იყო განვითარებული. ამა თუ იმ ხილის ქართული ჯიშები ბაზარზე ახლაც მოთხოვნადია. თუმცა ბოლო პერიოდში გაშენებულმა ხილის ინტენსიურმა ჯიშებმა ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი დაიპყრო. სამეგრელოს ფერმერთა ინტერესების გათვალისწინებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად ქვემო ქართლში გაემგზავრა და მეხილეობით განთმულ კუთხეში მაღალმოსავლიანი ხილის თანამედროვე ახალი ჯიშების მოვლა-მოყვანით დაინტერესდა. აზარდი ძალიან კარგი აქვს აღებული. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობთ არავისავს. ჩვენ სამეგრელოდან ჩამოვედით, რათა ახალი ჯიშების შესახებ ინფორმაცია მიგვიღო. ზოგადად რა ჯიშის ხილი გაქვთ? მინდა გითხრათ, რომ ნეო პროექტმა შიდა ქართლში მხარი დაუჭირა 5 სანერგის ჩამოყალიბებას. ეს იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც ხილის ფერმერებს აქვთ. საერთოდ შიდა ქართლში მოგეხსენებათ, საბჭოთა დროის მერე არ მომხდარა ბაღების განახლება და არსებული ბაღები არის ძირითადად ამორტიზებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მოთხოვნა არის ძალიან დიდი ახალი ჯიშის ხილთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად ერთ-ერთ სანეგერში, სოფელ ბრეთში, სადაც წარმოდგენილია ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ბლის თანამედროვე ჯიშები. დაახლოებით 27 ჯიშამდეა წარმოდგენილი. არის როგორც სუსტი საძირეები, ასევე საშუალო სუსტი საძირეები. ეს სანერგე შედგება სხვადასხვა ბლოკებისაგან. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ბლოკში, სადაც აწარმოებს ფერმერი უკვე ნერგს. ეს არის ერთწლიანი ნერგი, რომელიც დამყნობილია M9 საძირეზე. ფერმერს შეიძლება უკვე მიმდინარე წლის შემოდგომიდან ან 2 წლიანი ნერგის შემთხვევაში მომავალი წლის შემოდგომაზე გაყიდოს ეს ნერგი. თუ ფერმერი გადაწყვიტავს, რომ გააკეთოს კნიბაუმი, ანუ ესეთი სისტემა შეუძლია 2 წლიანი ნერგი აწარმოოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი 1 წლიანი ნერგს არჩევს, შეუძლია რომ ეს 1 წლიანი ნერგი გაიტანოს ბაზარზე. ბატონო მიხეილ, თქვენი სანერგო მეურნეობიდან თუ გაყიდეთ უკვე პირველი ნერგი? არა, ჯერ არა, შემოდგომით იქნება უკვე 1 წლიანი ნერგის გაყიდვა. მკიდველი დაინტერესდება წლიანით, თუ არა ჩვენ უნდა დავაორწლენ და კნიბაუმის გავაკეთოთ და 2 წლიანი ნერგი გავყიდოთ მერე. და რა ჯიშია? ეს არის გრანის სმითი მწვანე ვაშლი, რომელიც არის. ფერმერის დღიური. საკმაოდ დიდი მეურნეობაა. შესაბამისად, თანხაც საკმაოდ ბევრი დასჭირდებოდა, რათა ესე ლამაზად და კომფორტულად მოეწყოთ ეს სანერგო მეურნეობა. თქვენ ალბათ კონსულტაციებით ეხმარებით. კი ბატონო, ჩვენი პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია თითოეული ფერმერის კონსულტირება. ჩვენ ყავს ექსპერტები, რომელიც მიმაგრებულია ამ სანერგო მეურნეობებზე და შესაბამისად თითოეული ოპერაციის დროს ხდება კონსულტირება ფერმერისა და ასევე ფერმერი ყოველ მხრივად უზრუნველყოფილი იქნება, რომ გაყიდვების დროსაც ასევე ჩვენი მხრიდან კონსულტაციები გაიაროს, ანუ ექსპერტების მხრიდან. უშუალოდ აი ამ სანერგესთან დაკავშირებით და იმ 5 სანერგესთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ, დაახლოებით წლის განმავლობაში შეიძლება 110,000 ნერგის წარმოება, მაგრამ პირველ წელში დაახლოებით დაგეგმილია 30,000 ნერგის წარმოება. ანუ თავის სიმძლავრეს თითოეული სანერგე მომავალი წლიდან მიაღწევს. ფერმერის დღიური. აქ წვეთოვანი სარწყავი სისტემებია მოწყობილი. ეს წვეთოვანი სარწყავი სისტემა აუცილებელია ფერმერისათვის, რადგან ფერმერს შეეძლოს მიაწოდოს სასუქი, ასევე წყალი და უფრო კონცენტრირებულად ხდება მცენარის გამოკვება. ეს საშუალებას აძლევს ფერმერს, რომ მიიღოს უფრო ხარისხიანი ნერგი, გასაყიდი კონდიციად, შესაბამისად, კარგი ხარისხისა იყოს. ძველად ბატონო ედუარდ ყოველთვის იყო პრობლემა ხილის ბაღებში მორწყვის. დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ დგას, იქ და ვისაუბროთ მორწყვაზეც. რაც შემიძლია გითხრათ, ძირითადად ძალიან არის განვითარებული ეს პლასტიკური ტურა. ამ პლასტიკური ტურიდან ეს წვეთოვანი მორწყვის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა მიიღოს შესაბამისი მოსავალი, მაღალი მოსავალი. რა უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ მორწყვასთან შედარებით. თუ დააკვირდებით, თითო მილში არის ჩამონტაჟებული საწვეთური. საწვეთური მკაცრად განსაზღვრულად საათში ჩამოაწვეთებს ან 1 ლიტრას, ან 2 ლიტრას, გააჩნია თუ რა სტანდარტებისა არის თვითონ წვეთოვანი სისტემა და რა მოთხოვნილება აქვს ფერმერს.
შესაბამისად, ფერმერს უხდება მხოლოდ ჩართოს სისტემა და არ სჭირდება მეტი შრომა, რომ ყოველ ნერხთან მიიყვანოს წყალი. გარდა ამისა, აქვს ფერმერს უკვე წყალთან ერთად წვეთოვან სისტემაში შეუშვა სხვადასხვა სასუქები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოიკვებოს ნერგი. და დაიზოგოს ასევე შრომითი რესურსი, მოგეხსენებათ, რომ გამოკვებას, ანუ სასუქის შეტანას სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა მეტი მუშახელი. ფერმერის დღიური. ბატონ ედუარდ, მოგეხსენებათ, რომ ყველა ფერმერისთვის არ არის ხელმისაწვდომი წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება. დაახლოებით თუ გაქვთ დაანგარიშებული 1 ჰექტარზე რა ჯდება წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება? კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ეს არის საკმაოდ ძვირი და ინვესტიცია მოუწევს ფერმერს, რომ გაიღოს აი ამ სისტემის დასამონტაჟებლად, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა უკვე ეფექტი აქვს, შესაბამისად იმ ინვესტიციის გაღება აუცილებლად ღირს. ეს კულტურიდან გამომდინარე შეიძლება ამის ფასის დადგენა, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა რო ჰქონდეს ფერმერს, დაახლოებით ჰექტარი $3,500-მდე ჯდება. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა უხეში და წმინდა კაფილტრის სისტემები და თუ დაუშვათ საუბარია ჭის წყალზე, აქ უკვე ეს უხეში გაფილტრის სისტემა აღარ იქნება საჭირო და ესეც გაიაფებს თავისთავად მრავლის ფილტრის ამოღებით დაახლოებით $1,000-ით მაინც აი ამ სისტემას. ეს ხდება სპეციალისტის რჩევით, თუ დაუშვათ რა დანიშნულების ფილტრი დასჭირდება, როგორი მილი დასჭირდება, დიამეტრი, როგორი საწვეთური დასჭირდება და ზუსტად აქედან გამომდინარე ითვლება ფასი. მოდით ვისაუბროთ ბატონ ედუარდ აგროტექნიკაზე. საბჭოთა დროს ძირითადად ისეთ მეხილეობას ექცეოდა ყურადღება, რომელიც უფრო თესლენერგზე დამყნობილ ჯიშებზე იყო საუბარი, იგივე ვაშლის, მსხლის შემთხვევაში, ქლიავის შემთხვევაში, მაგრამ აი ეს ინტენსიური ტექნოლოგიები მოითხოვენ სუსტ და ნახევარსუსტ საძირეებს. ეს უკვე ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მეტი მცენარე ჰქონდეთ ჰექტარზე და ეს თავისთავად ზრდის საჰექტარო მოსავლიანობას. თუ ძველი ჯიშების შემთხვევაში ფერმერს შესაძლებლობა ჰქონდა 12-15 ტონის მიღებისა ვაშლის შემთხვევაში. დღეს უკვე აი ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენების გზით შესაძლებლობა აქვს, რომ 40-დან 60 ტონამდე მოსავალი მიიღოს. განსხვავება არის მიდგომებში, განსხვავება არის აგროტექნიკაში, ანუ ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ინტენსიურ ბაღში, მოითხოვს უფრო მეტ მენეჯერულ მიდგომებს, უფრო მეტ გამოცდილებას ფერმერის მხრიდან და შესაბამისად ფერმერის ჩანადები უფრო პასტება იმ მოსავლით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თითოეული ჰექტრიდან ასეთი ინტენსიური ბაღის არსებობის შემთხვევაში. ფერმერის დღიური. ეს ხომბალია. კი ბატონო, ეს არის ბლის ახალი საძირე საქართველოსათვის. ეს არის კოლტი, რომელიც შემოტანილი იქნა ჩვენი პროექტის მიერ. ფერმერს შესაძლებლობა აქვს უკვე გაზაფხულიდან აიღოს კლორტი და გადაიტანოს ეს თითოეული უკვე მიწაში. ეს უკვე არის საძირე, ღია გრუნტში და გამოიყვანოს საძირე. შემდგომ ამ საძირის გაზრდის შემდგომ ფერმერს შესაძლებლობა ექნება დაამყნოს ის თანამედროვე ჯიშები, რომელიც უკვე წარმოდგენილია საკვირტე ბაღში. საძირეზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, ანუ მოსავლიანობა, ხის სიმაღლე. ახალი საძირის ქონა საქართველოსთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბლის შემთხვევაში ძალიან ხშირად თავს იჩენდა ხოლმე საძირესა და თვითონ ჯიშის შეუთავსებლობა და ხშირი იყო გახმობის შემთხვევები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უკვე დავიწყებული პრობლემა იქნება. ეს არის უკვე ქლიავის საძირე. ანუ საქართველოსათვის ეს ძალიან ახალი საძირეა, ეს არის იშტარა, ეგრეთ წოდებული. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აწარმოონ ინტენსიური ქლიავის ენერგები, რომელიც შესაბამისად ძალიან მოთხოვნადი იქნება, როგორც შიდა ქართლის, ისევე სამეგრელოს ფერმერების მხრიდან. ბატონ ედუარდ, აქ წარმოდგენილ ახალ საძირეზე. თუ შეიძლება რომ უკვე გამოცილი და ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები რომ დავამყნოთ. იგივე ვთქვათ, ქართული, მეგრული, ვაშლი ან მსხალი ან ქლიავი. კი ბატონო, შეიძლება ფერმერისთვის, რომელიც ბაზარზეა ორიენტირებული და უნდა ჩავის ჩანადებიდან მაქსიმალური შემოსავალი მიიღოს, ალბათ
იმ მოთხოვნას უნდა გაუწიოს ანგარიში, რომელიც ბაზარზე ფორმირდება. ამ უცხოურ საძირეზე შესაძლებელია ქართული ადგილობრივი კვირტის დამყნობა. ბლის შემთხვევაში უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ბლის ჯიშები გვაქვს საქართველოში და შესაბამისად ბევრ შემთხვევაში შეიძლება ჩვენმა ექსპერტებმაც კი ურჩიონ, რომ უცხოურ ჯიშებთან ერთად ქართული ხარისგულა, იგივე გოგრა მოხდეს ამისი დამყნობა. გემურთვისებებს ხო არ დაკარგავს? გემურთვისებებს არ დაკარგავს, პირიქით ნაყოფი უფრო მსხვილი იქნება, შესაბამისად უფრო ხარისხიანი, უფრო ტრანსპორტაბელური და გემონური თვისებებიც უფრო კარგი იქნება. უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ, რომ დაუშვათ კარგ საძირკველზე შეიძლება კარგი სახლის აშენება, ხომ ესეა და შესაბამისად კარგ საძირეზე შესაძლებელია რომ დავამყნოთ როგორც ქართული, ისევე უცხოური იმპორტირებული საკულტე მასალა. არის მეორე მომენტი, რომ რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის ჯიში ბაზარზე. ეს არის ფერმერისათვის ამოსავალი წერტილი. თუმცა ზოგადად ექსპერიმენტები ცუდი არ არის, მით უმეტეს სოფლის გეთანხმებით არის ქართული ისეთი მოთხოვნადი ჯიშები, რომელიც ბაზრიდან არ გადავა, იგივე ქართული სინაფი ვაშლის შემთხვევაში, იგივე დაუშვათ გოგრა ან ხარისგულა, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და შესაბამისად ფერმერმა შეიძლება რომ დაამყნოს უცხოურ საძირეზე და შესაბამისად ამისი მყიდველიც იყოს ქართულ ბაზარზე. ფერმერის დღიური. ბოლო პერიოდში სამეგრელოში ინტენსიურად დაიწყეს ხეხილის ბაღების გაშენება. თქვენი აზრით, აქ წარმოდგენილი ხეხილის კულტურებიდან რომელი იქნება ყველაზე აპროპრიებული და კარგად რომელი გაამართლებს? სამეგრელოს რეგიონთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რეგიონია ხილის მოყვანის თვალსაზრისით. ერთადერთი მაღალი ნესტიანობის გამო დაავადებების ფონი შესაძლებელია რომ მაღალი იყოს, მაგრამ სწორი შეწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია რომ სამეგრელოს ფერმერებმა მიიღონ კარგი მოსავალი ხილის. ფერმერის დღიური. და როგორ უნდა მიხვდეს ფერმერი, როდის უნდა შეიწამლოს წყლის, რომელ პერიოდში უნდა შეიწამლოს ხილი? ნეოპროექტმა მხარი დაუჭირა ფერმერების შეტყობინების სერვისის დანერგვას, რაც გულისხმობს მეტეოსადგურიდან დამუშავებული ინფორმაციის გადაცემას. დაუშვათ ფერმერთა მომსახურების ცენტრზე და ფერმერთა მომსახურების ცენტრი უკვე აგზავნის ფერმერებთან თუ როდის არის საჭირო შეწამლა. ფერმერის დღიური. ეს არის ზუსტად ის მეტეოსადგური, რომელზეც გესაუბრებოდით. მზის ენერგიაზე მომუშავე, რომელიც ქარის სიჩქარეს, ტემპერატურას, ტენიანობას, ფოთლის სისხლეს ადგილზე ამ მონაცემებს იღებს. ეს ინფორმაცია იგზავნება ავსტრიაში, სადაც მუშავდება ერთიან ბაზაში და უკვე ფერმერთა მომსახურების ცენტრს შესაძლებლობა აქვს, რომ გააგზავნოს ფერმერთან SMS შეტყობინება, როდის არის შეწამვლის დრო. ჩვენ ყავს დაახლოებით 6000 ფერმერი. გარდა ხილის ფერმერებისა შესაძლებელი აქვს, რომ ძალიან ბევრ ბოსტნეულის მწარმოებელ ფერმერს მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესახებ. ესეთი მეტეოსადგურები ნეოპროექტმა დააყენა შიდა ქართლის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში. არის განთავსებული 9 მეტეოსადგური. სამეგრელოში თუ არის ესეთივე სადგური დამონტაჟებული? სამეგრელოში ჯერჯერობით ესეთი სადგურები არ არის დამონტაჟებული. მაშინ რა უნდა გქონდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, მეგრელმა ფერმერებმა? როდის უნდა მიხვდეთ ისინი, რომ შესაძამლია მათი ხეხილი? ფერმერს შეუძლია უბრალოდ პრაქტიკული დაკვირვებიდან, ხის მდგომარეობიდან, მას შეუძლია დააკვირდეს თვითონ ფოთლებს და ფოთლებიდან გამომდინარე გაიგოს დაუშვათ ეს არის შესაწამლი თუ არა. შეუძლია გააკეთოს თავისი ხეხილის ბაღის შემოვლა, მონიტორინგი გაუკეთოს რამდენიმე ხეს, არ არის აუცილებელი თითოეული ხის ჩამოვლა და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება ეს შეწამლოს თუ არ შეწამლოს. ფერმერის დღიური. აი ამ ხეხილს რა დაავადებები უჩნდება? შიდა ქართლის რეგიონში პრობლემას წარმოადგენს ვაშლის ქეცი. გარდა ვაშლის ქეცისა არის გავრცელებული ნაცარი ასევე, სხვადასხვა მავნებლები. სამეგრელოს შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ როგორც აღვნიშნე, ფერმერებმა უნდა განახორციელონ მონიტორინგი. თანამედროვე მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ პროფილაქტიკურად არ შეიწამლოს, ანუ როცა უკვე დაავადების გამოჩენის სიმპტომი იქნება, მაშინ დაიწყოს სწამლობა, იმიტომ რომ უფრო ეკოლოგიურად სუფთა ვაშლი, მსხალი, ბალი და ასე შემდეგ ხილი გვექნება. სამეგრელოში ძალიან ხშირად მინახავს სოკოთი დაავადებული ხილი. აი როგორ ხდება მისი შეწამლა? სამეგრელოში ტენიანობის დონე არის მაღალი, შესაბამისად
აი ეს დაავადებები, რომელიც სოკოვანი დაავადებები, რომელიც ხილს ემართება, მისი გავრცელებისა და გაჩენის ალბათობა გაცილებით მეტია შიდა ქართლთან შედარებით და ზუსტად ამიტომ აუცილებელია მისი წამლა. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ტენიანობის დონე არის ძალიან მაღალი. წვიმიანი პერიოდის შემდეგ აუცილებელი იქნება რომ შეიწამოს. აუცილებელია რომ სპეციალისტის მხრიდან გაკეთდეს ესეთი რჩევები და სპეციალისტის მიერ შერჩეული პესტიციდით მოხდეს აღნიშნული კულტურის შეწამლა. სამეგრელოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არის ჯიშები, რომლის აქცენტირება კაი იქნება იგივე საადრეო ჯიშებისა, ვაშლის შემთხვევაში იგივე გრანისმიტი შეიძლება გითხრათ მწვანე ვაშლი. ჩვენ შიდა ქართლის შემთხვევაში გრანისმიტს აქვს ტენდენცია დაწითლებისა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს უფრო იქნება მწვანე. ამის გამაპირობებელი არის დღისა და ღამის ტემპერატურის ამპლიტუდა, მოგეხსენებათ შიდა ქართლში დღის ტემპერატურა და ღამის ტემპერატურა ძალიან განსხვავებულია, ზოგ შემთხვევაში 10-15 გრადუსია, სამეგრელოს შემთხვევაში ეს უფრო მცირეა, შესაბამისად ვაშლი არ წითლდება. გოლდენის კლონებია, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება სამეგრელოსთვის, ასევე ლოდი აი ესეთი საადრეო ჯიშია. ასევე მსხლის საადრეო ჯიშებზე შეიძლება იყოს საუბარი, ქლიავის საადრეო ჯიშებზე, რადგან თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სამეგრელოს რეგიონს ძალიან ადრე შევიდეს ბაზარზე. და შესაბამისად ფერმერმა გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე დაუშვათ ფერმერმა შიდა ქართლიდან, რომელიც შედის ცოტა გვიან ბაზარზე. ძალიან კარგი იქნებოდა გვენახა ის ვაშლები, რომელიც სამეგრელოში ძალიან კარგად იხარებს და იმ ვაშლების ნაყოფი. თუ არის ამის საშუალება? მინდა გითხრათ, რომ აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფერმერს აქვს მოწყობილი რამდენიმე წლის ინტენსიური ბაღი, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ვნახოთ ჯიშები ადგილზე და ავარჩიოთ ის ჯიში, რომელიც სამეგრელოსთვის საუკეთესოა. კარგით, მაშინ წავიდეთ სიამოვნებით, დავათვალიერებ და დავაგემოვნებთ კიდევაც. კი ბატონო. ფერმერის დღიური. ეს ვაშლის ის ჯიშებია, რომელზეც მქონდა საუბარი. ფერმერს აქვს გაშენებული ეს ბაღი ინტენსიური ტექნოლოგიებით, დაახლოებით ჰექტარზე არის 2000 ენერგი დარგული. ეს არის მესამე წელში უკვე. ეს აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის კალა. უხმოსავლიანია. კი ბატონო, საკმაოდ უხმოსავლიანია. გარდა იმისა, რომ აუცილებელია მოწამლა, აუცილებელია ასევე ვაშლის დანორმება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება წვრილი ნაყოფი, ანუ ბევრ სანაყოფე კვირც ივითარებს. შესაბამისად, ფერმერი აკეთებს ამ ვაშლის დანორმებას, ანუ გამოხშირვა ხდება. წონას რამდენად უძლებს? მე როგორც ხედავ, საკმაოდ უხვადასხია და ფოთლების და ტოტების დაბლა არის დაწეული. ხო არ ხდება რაიმეთი დამაგრება? ამის დამაგრება არ ხდება, თუ თქვენ დააკვირდებით აქ ხის ფორმირების სისტემა სულ განსხვავებულია იმასთან შედარებით, ვიდრე დაუშვათ საქართველოში იყო ძველი ბაღები, ის ხლებოდა ჯამისებური სისტემით. ეს არის ცენტრალური ლიდერი, ანუ ასეთი სხვლის სისტემაა, რომლის დროსაც გვერდითა ტოტები უნდა იყოს აუცილებლად გაშლილი კუთხით გამომავალი ცენტრალური ლიდერისგან. ეს საშუალებას იძლევა, რომ ტოტი უფრო მიმართული იყოს თვითონ არა ზდისკენ, არამედ ნაყოფის წარმოებაზე. და შესაბამისად ესეთი ტოტი უკვე მოქნილია, როცა უკვე სრულსხმოიარობაში შედის, ეს არის მე-4 წელი დარგვიდან. დაახლოებით ერთი ხიდან ფერმერს ექნება მოსავალი 25-30 კილო რაოდენობაში, თუ გადავამრავლებთ საჰექტარო რაოდენობას, ეს არის დაახლოებით 50-დან 60 ტონამდე მოსავალი. სრულ ზრდას რომ მიაღწიოს ხემ რამდენი წელი სჭირდება? 4 წლის განმავლობაში აღწევს სრულ ზრდას. დარგვის მომენტიდან იძლევა მოსავალს, ანუ პირველივე წლიდან, მაგრამ მეორე წელს, მესამე წელს იზრდება ეს მოსავალი და მე-4 წელს შედის სრულ მოიარობაში ხილი. ეს ის ვაშლებია, რომელიც სამეგრელოში კარგად იხარებს? ეს არის გრანისმიტი. ქართულმა ბაზარმა ეს ვაშლი ძალიან მოიწონა. ეტყობა ქართველებს მოგწონს ცოტა მომჟავო გემო. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი მსხმოიარობა აქვს. ისრაელის მაგალითს გეტყვით, რომ სადაც ჰექტარზე 100 ტონასაც კი აწარმოებენ, მაგრამ ჩვენ პირობებში ეს შეიძლება ავიდეს 70 ტონამდე. გამომდინარე იქიდან, რომ საჰექტარო მოსავლიანობა ძალიან მაღალი აქვს, შესაბამისად ფერმერის ინვესტირება აი ამ მომართულებით ყოველთვის ან ხშირ შემთხვევაში გამართლებულია ხოლმე.
ფერმერის დღიური. ბატონო მიხეილ, რამდენი წელია რაც მებაღეობით ახართ დაკავებული და გამოცდილება ქონდათ მანამდე? მე სპეციალობითაც მებაღება ვარ, დაწყებული ბავშვობიდან მეხილეობას მინდენ ძირითადად კომუნისტების დროიდან. ცოტა ინტენსიური ბაღები არ იყო ბაღები, რომლებიც 10 წლის შემდეგ იძლევა მოსავალს. ეხლა ჩვენ საცალფეხო თანამედროვე ინტენსიური ბაღია. საფრანგეთთან შემოტანილი საძირია და ჩვენ ნამყენი ჩვენ გავაკეთეთ. რომელიც იძლევა მოკლე პერიოდში მოსავალს. რაც პირველ რიგში მისი საუკეთესო თვისებაა. დარგვიდან თუ 2 წლიან ნამყენს გადაიტან, იმ წელს ვეგაძლევს 1 კილოგრამამდე ძირზე მოსავალს. იძლება ითქვას, რომ 8 წელს ვიგებთ. კი, 8 წელს ვიგებთ. თავიდან მეტი ხარჯები აქვს ფინანსურად, მაგრამ შემდეგ ის მალე ამოღებადია. ძველ ჯიშებს 8 წელი, 10 წელი როული უკვე გლეხი ვეღარ აძლევდა, ფერმერი ვეღარ ძლევდა ამას ფინანსურად. უჭირდა რომ მieყვანა კონდიციამდე ეს ხილი და ეს თანამედროვე საძირეები, უკვე ინტენსიური საძირეები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მალე ამოვიღოთ დანახარჯი, ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, მაშინ ის დიდი ბაღები დაახლოებით ტონამდე ისხავდა. მაგრამ იქიდან გასაყიდი სულ იყო 200 კილოგრამი. ესენი უკვე რაც არის 99% გასაყიდია. ბატონო მიხეილ, თქვენ წახან ახსენეთ ხარჯები. რა ხარჯები გაწიეთ იმისათვის, რომ თქვენი ბაღი აი ამ კონდიციამდე მოსულიყო? ხარჯები რა თქმა უნდა დიდი არის. აუცილებლად უნდა წვეთოვანი სისტემა რო დავიწყოთ. წვეთოვანი სისტემა ცოტა ძვირად ღირებულია, მაგრამ იმდენად ძვირად ღირებული არ არის, რომ დავთვლით ამას მორწყვა უნდა ხელით მიგდებით მორწყვა, რო ავიღებთ ხარჯებს, უკვე ძვირი აღარ გამოდის, მაგრამ თავიდან არის ძალიან მისაწვდომი. დაახლოებით 4000 ლარად მეჯდება გექტარი, რომ წვეთოვან სისტემაზე მოაწყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხარჯები მცირდება, რომ უშა აღარ გვჭირდება იმდენი ამ მოსარწყავად ამის. ხარჯები კიდევ ნაკლებია, რომ წყალს ცოტა რაოდენობით ხარჯავ. ფერმერის დღიური. დაახლოებით 2 მეტრანახევრამდე იზრდება ეს ხე, რომელიც გვაძლევს 30 კილოგრამამდე, 35 კილოგრამამდე ძირი. ერთი ძირი და გექტარზე მიდის 2000 ძირი დაახლოებით. საბოლოო ჯამში რო ვიანგარისებთ, გექტარზე 70 ტონა გამოდის. 70 ტონივე გასაყიდია. ჯიშებით სხვადასხვა საერთოდან შემოტანილი თანამედროვე ჯიშებია, რომელიც გემური თვისებებითაც გამოირჩევა, უფრო გემრიელია. რა თქმა უნდა, ქართული ჯიშებსაც არ ვკარგავთ, მაგრამ უფრო ევროპულზე გადავდივარ. დაახლოებით რამდენ ჰექტარზე გაქვთ ეს ახალი ჯიშის ვაშლი? დარგული და რა რაოდენობით? აი ეს ბაღი, რაცა ჩვენ ვიყვებით, 2 გექტარში ადგენს და ამ ბაღში არის 4000 ძირი ვაშლი. 6-ნაირი ჯიშსა გვაქვს გრანისმიტი, რომელიც მწვანედ რჩება, გვაქვს გალა, ეხლა რომელსაც ჩვენ ხელი ვკიდია, გვაქვს გოლდენი, აიდარიდი, ფუჯი და ბრანბერნი. მე-6 ელსტარი. დაახლოებით რამდენ ტონა ვაშლს ელოდებით? დაახლოებით ჩემი ვარაუდით 40 ტონამდე უნდა მოვკრიფ. თუ არის 2 წლის ბაღი და მესამე წელში. როდის იწყება უკვე კრეფა? და თუ არის აგროვადებში განსხვავება? ეს არის აი საზაფხულო ჯიში. მე არის საშემოდგომო და მე არის საზამთრო. ყველაზე პირველად აი ეს ჯიში იკრიბება? ყველა ჯიში კი ეს იკრიბება გალა ხია მოაშს. და როდის უნდა მოიკრიფოს? დაახლოებით 2 კვირაში მოსაკრეფი იქნება. ანუ უკვე შესაძლებელია რომ დავაგემოვნო? კი, რა თქმა უნდა მივირთვით, შეგიძლია მივირთვით. მაშინ თქვენი ცნებარდით აი ერთ წელს მოვწყვეტავ და დავაგემოვნებ. აი ამ ვაშლის რეალიზაცია სად ახდენთ? ადგილობრივ ბაზარზე? კი, ადგილობრივ. მე თვითონ ადგილზე ვყიდე. იმიტომ რომ იმდენი საქმე ფერმერს დაგროვილი, უკვე ვეღარ ვასწრებთ ბაზარზე სერვს და თვითონ ადგილზე ვყიდე დამოასწრე. საკმაოდ გემრიელია. დაახლოებით 1 კილოგრამის ფასი რა არის? წელს ჯერ ფასი დადგენილი არ არის, მაგრამ შაშან მაგალითად ლარში 1 ლარში გავყიდე 1 კილოგრამი. წელს უფრო მაღალ ფასს ელოდები თუ უფრო დაბალს? მე მგონი უფრო მაღალს. და რატომ მოთხოვნა უფრო მეტია? იმიტომ რომ ხალხმა დააგემოვნა უკვე. ვაშლი და კითხულობენ უკვე ჯიშების მიხედვით უკვე ხალხს დაგემოვნებული აქვს. ფერმერის დღიური. რამდენადაც მე ვიცი უკვე იწყებთ ვაშლის მოკრეფას და ემზადებით რომ ბაზარზე გაიტანოთ. კი. მეც დაგეხმარებით. კი ბატონო. ყველა უნდა მოვკრიფოთ? შერჩევით იკრიფება, რომელიც წითელია და საბაზრო ღირებულება აქვს. და ეს ძირს რატო ყრია ეს პატარა ვაშლი? ეს დანორმების დროს, როცა ვაცლით, უკვე ვეღარ ვახერხებთ რომ ავკრიფოთ და გადავყაროთ. ეს უკვე ზედმეტი, რომელიც ასხია, ტოტი ვეღარ უძლებს და ტყდება. ანუ გამოხშირა და ხდება გამოხშირა დანორმება, კი. გაყიდვის პრობლემა ამ ვაშლისთვის არ არსებობს და ძირითადად ადგილზე იყიდება. ფერმერის დღიური. ეხლა უკვე ეს ბაზარზე გაგაქვთ? კი, ბაზარისთვის ამზადებ და ვკრიფავთ უკვე. ანუ ხელით იკრიფება?
კი, ხელით, რა თქმა უნდა, ხელით იკრიფება. ხუთი როგორ უნდა იყოს საწყობილი, უნდა ეხებოდეს ერთმანეთს? კი, ვაშლი მერე ესე ეწყობა, ლამაზად რომ სასაქონლო ვიდი ქონდეს. ეს რა ჯიშია? MB-ზე ქვიან ვაშლს, ესეც წითელია, მაგრამ ჯერ სასაქონლო ღირებულება არ აქვს, ადრეა საშემოდგომო ჯიშია, რომლის მოკრიფა დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ხდება. ბატონო მიხეილ, დაახლოებით რა პერიოდი გრძელდება მწიფობა? აი ამ ვარსტარის მწიფობა დაახლოებით 10 დღე გრძელდება. ხდება შერჩევითი კრიფა, რომელიც ხარისხიანია და წითელია, იმას ვკრიფავთ. და შემდეგ ვაგრძელებთ კიდევ 4 დღის მერე. დაახლოებით 2-3 დასჭირდება ამას მოკრეფ. ტრანსპორტირებას რამდენად უძლებს? ტრანსპორტირებადია, კი, ხილი საერთოდ ტრანსპორტირებადია. ვაშლი ძირითადად ტრანსპორტირებას ადვილად უძლებს. დაახლოებით ყუთში რამდენი ხანი გაძლევს? მოკრეფილი ეს როგორც საზაფხულო ჯიში დაახლოებით 2 კვირა თავისუფლად ძლებს. 2 კვირის შემდეგაც გემორთვისებებს არ კარგავს. ეს რაც შეეხება ნაყოფს. მოდით ახლა ვისაუბროთ ნერგებზე. შეიძლება თუ არა თქვენს ბაღში ნერგი შეძენა? კი, ჩვენ გვაქვს აგრეთვე როგორც ხელმეურნეობა, ისე სანერგი მეურნეობა, სადაც შეიძლება ნერგის შეძენა. ეს არის თანამედროვე ინტენსიური ბაღების სანერგი, ერთწლიანი იაფიღის, 2 წლიანი ნერგი ცოტა ძვირიღის. მაგრამ 2 წლიანი ნერგი დარგვისთანავე შეგიძლია რომ უკვე იმ წელიწადს მოსავალი მიიღო დაახლოებით 1 კილოგრამამდე ერთ ძირზე. 4 ლარიდან 2 წლიანი 6-7 ლარამდე. და აქ წარმოდგენილი ვაშლებიდან ყოველს ნერგი გააქვთ? კი, აქ ამოქვს წარმოდგენილი 6-ნაირი ჯიში და იქა 25-ნაირი ჯიშის ვაში. ნერგი ანუ უფრო მეტი გაქვთ, ხო? მეტი ნერგი სახეობის. უფრო მეტი სახეობისა გვაქვს. გვაქვს ქლიავის, გვაქვს ბლის და გვაქვს წყლის ნერგები. როდიდან შეიძლება ამ ნერგების შეძენა თქვენთან? გვიან შემოდგომამ დაახლოებით ნოემბრის ბოლოდან. ჩვენთან უკვე ყინვა იცის მაგ დროისთვის და უკვე ჩვენ ძირითადად გაზაფხულით ვიღებთ ამ ნერგებს. დაამთავრებს ვეგეტაციას ფოთელი გაცვლიდება თუ არა, ნერგი მზად არის ამოსაღებად. ნოემბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ნერგი გამოიღო და სარეალიზაციოდ მზად არის. თქვენ შეგიძლია მოგმართოთ და გირჩიოთ სამეგრელოში რომელი ჯიშის ვაშლი ივარგებს, რანაი ხარისხი იქნება, რამდენ ხანში მოგცემთ მოსავალს და არა ვაშლი, ქლიავი, ვალი. ყნობა თვითონ თქვენ ბაღში ხდება? კი, ძირითადად აქ ვამყნობთ ყველაფერს, ადგილზე ხდება დამყნობა, კონდიციამდე მიყვანა ნერგისა და ყავს სპეციალისტები, რომლებიც ამას აკეთებენ. კონსულტაციებს თუ უწევთ ფერმერებს? კი, რა თქმა უნდა, კონსულტაციებსაც უწევთ დარგვასთან დაკავშირებით როგორ უნდა დაირგას წყალი რაოდენობის და მიეცას, რა დროს უნდა გაისხლას. ნერგი ტრანსპორტირებას როგორ უძლებს? ტრანსპორტირება ნერგისა ადვილია. განსაკუთრებით საქართველოში, რა თქმა უნდა, საგვარიდან რო ჩამოგვაქვს, მას ტემპერატურა სჭირდება, მაგრამ საქართველოში ამის პრობლემა არ არის. ფერმერის დღიური. ბატონო მიხეილ, მე სამეგრელოში მინახავს ხეხილის ხეები, რომელიც გიგანტურები და დიდები და მაღლები არიან. თქვენთან კიდევ დაბალი და შპალერზე არის როგორც ყურძენი. რატომ არის ეს? ამ ნერგს აქვს ფუნჯა ფესვი, რომელიც დაახლოებით 25 სანტიმეტრზე მეტი არ იზრდება. ერთი 30 კილოგრამის მოსხმის შემთხვევაში ის თავს ვერ იმაგრებს და იქცევა. შპალერი შეიძლება ამის გულისთვის. მას უჭირავს ძირითადად ვაშლი, რომ არ წაიქცეს. მაგის გულისთვის სჭირდება ეს. რა თქმა უნდა, სამეგრელოში დასჭირდება. ანუ თითოეულ ნერგს სათუთი მოვლა სჭირდება და ინდივიდუალური. კი, სათუთი, რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ სამაგეროდ უხმოსავლიანია და რენტაბელურია საქართველოს პირობებში. რაც შეეხება ექსპლუატაციას, რამდენი წელი ცოცხლობს ვაშლი? ვაშლი ზოგი 50 წელი ცოცხლობს, მაგრამ ამ საძირზე დამყნობილი ვაშლები 25 წელიწად ცოცხლობს დაახლოებით. ოღონდ უნდა მოვლა, რა თქმა უნდა, მოულელად შეიძლება 10 წელი ცოცხლობს. უნდა აუცილებლად ფორმირება, გასხლა, ზედმეტოდები ეჭრება და წლის რომელ პერიოდში ხდება ეს? ეს ხდება გაზაფხულზე. თქვენთან სამეგრელოში შემოდგომითაც შეიძლება რომ გაისხლას. ბატონო მიხეილ, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი, რამდენად გაამართლა ამ ახალმა ჯიშებმა რა საქართველოში? თქმა უნდა, წელს ვაპირებ 10 ჰექტრის გაშენებას, კიდევ დამატებით. დამატებით 10 ჰექტრის გაშენებას. ეს არის ინტენსიური. თუ ჩვენ განვითარება გვიწერია და წინსვლა გვიწერია, ამით გვიწერია თუ არა და დაღუპულები ვართ. ხო არ არის საშიშროება იმისა, რომ ქართული ჯიშის ვაშლი მთლიანად განადგურდეს და გადაშენდეს? ქართული ჯიშის ვაშლები არ განადგურდება, მაგრამ იმას თავისი დატვირთვა აქვს, წინათ მივდივართ. იმიტომ რომ უნდა ვისწავლოთ ახლის გამოყვანაც, ახალი ჯიშებისაც, ახალი მოსავლისაცაც. დაგეხმარებით, ბატონო მიხეილ და გადავიტანოთ უკვე ვაშლი და გავამწადოთ ბაზარში დასაღებად. კი ბატონო.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი მედია ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.